მოგესალმებით მეგობრებო, მე ლევან ქერდიყვაშვილი ვარ და თქვენთან არის კრევის სამყაროს მორიგი ეპიზოდი საქართველოს პროფესიონალური კრევის კავშირისა და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენის მხარდაჭერით. ჩვენ ვიწყებთ მიმოხილვას 2 მაისს თბილისში გამართული გრანდიოზული საკრევო შოუსი, სადაც არაერთი ძალზე საინტერესო მომენტი დაფიქსირდა ქართული კრევისთვის და რა თქმა უნდა ყველაზე მთავარი, საქართველოში კვლავ რჩება მსოფლიო ჩემპიონის ქამარი და ამ ქამრის მფლობელი კვლავ გივი თოდუაა. ახალგაზრდა მოკრევე, რომელმაც უმაღლეს მწვერვალებს უკვე მიაღწია, თუმცა წინ კიდევ უფრო დიდი გამოწვევებია. თოდუამ სულ მოკლე პერიოდში შეძლო რეიტინგში დაწინაურება, ისე რომ მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ებრძოლა. შემოდგომაზე მან ეს ქამარი მოიპოვა და აი ახლა კი უკვე ქამრის დაცვა მოუწია. საშუალო წონის ქამარი გათამაშდა სწორედ 2 მაისს და გივი თოდუა დაუპირისპირდა პრეტენდენტს, რომელიც იყო პირდაპირ მენი პაკიაოს სამშობლოდან, ფილიპინებიდან ელმო ტრაიას. მოლოდინი რა თქმა უნდა ძალიან დიდი იყო ამ ბრძოლის წინ, მოგეხსენებათ, რომ ფილიპინელები ძალიან მაგრები არიან, მით უმეტეს ელმო ტრაია ძალიან გამოცდილი მოკრევეა, ნაბრძოლი ჰქონდა აზიის ქამარზე, სხვადასხვა ქამრებზე, მოგებულიც ჰქონდა სხვადასხვა ქამრები, ბევრი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, შესაბამისად ვიცოდით რომ ძლიერი ოპონენტი იქნებოდა. რაც შეეხება გივი თოდუას, ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი სპორტსმენია ქართულ პროფესიონალურ კრივში და დარწმუნებული ვიყავით მის შესაძლებლობებში. მართლაც ასე მოხდა, გივი თოდუა, რომელიც ამჟამად ემზადება კრივის კლუბ ბოქსინგ თაიმში, მწვრთნელი გაგა თოდუას ხელმძღვანელობით, ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა აი ამ ბრძოლას, აბსოლუტურად კონცენტრირებული, თავდაჯერებული გავიდა რინგზე, თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ვადაზე ადრე შეძლო კიდეც საკმაოდ ძლიერი მეტოქის დამარცხება, პირდაპირ ღვიძლიდან ნოკაუტით დაამთავრებინა ბრძოლა მეორე რაუნდში ფილიპინელ მოკრევეს და მას ასე ქამარი კვლავ საქართველოშია. მას პირადად ჰოვარდ გოლდბერგმა, მსოფლიო კრევის ფედერაციის პრეზიდენტმა გადასცა აი ეს ქამარი. მოგეხსენებათ, ჰოვარდ გოლდბერგი სწორედ აი ამ შეჯიბრისთვის იყო სპეციალურად ჩამოსული საქართველოში. ამის გარდა ჩვენ ვიხილეთ ძალიან ბევრი მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლა, დაახლოებით 16 ბრძოლა გამოვიდა საერთო ჯამში ყველა ერთად. და მოდი მივყვეთ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს. თანამთავარი ბრძოლები გივი თოდუას ბრძოლისა იყო ქართველ მოკრევეთა მსოფლიო სარეიტინგო დაპირისპირებები უცხოელ მებრძოლებთან. გიორგი გიგნიაშვილი კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი ქართულ პროფესიონალურ კრევში, ადის ახალ სიმაღლეზე და მორიგი ამჯერად 6 რაუნდიანი მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლა გამართა ქსნის ხეობელმა, ხოლო მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ხანბალა გურბანოვი იყო. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს დაპირისპირება 2 მაისს ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული დაპირისპირება გამოდგა პირველიდან ბოლო რაუნდამდე. პირველიდან ბოლო წუთამდე იყო დაუცხრომელი ბრძოლა, იყო დაუცხრომელი დაპირისპირება, მართლაც ვაჟკაცური ომი ქართველ მოკრევესა და მის აზერბაიჯანელ მეტოქეს შორის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გიგნიაშვილის პროგრესი თვალსაჩინოა, ის უფრო და უფრო წინ მიიწევს მისი მწვრთნელი ბავშვობიდან. გახლავთ ვანო ქრისტესიაშვილი და უნდა იამაყოს ნამდვილად ბატონმა ვანომ, უნდა იამაყოს მთელმა ქსნის ხეობამ, საიდანაც გიორგი გიგნიაშვილია წარმოშობით, უნდა იამაყოს წეროვანმა, სადაც ახლა უწევს გიორგი გიგნიაშვილის ცხოვრება და მთელმა საქართველომ, იმიტომ რომ კიდევ ერთი ძალიან მაგარი მებრძოლი შეემატა ქართულ პროფესიონალურ კრივს შარშან გიორგი გიგნიაშვილის სახით, აი უკვე ხელშესახებ შედეგებსაც დებს აი ამ ასპარეზზე. რეიტინგში საკმაოდ დაწინაურდა გიორგი გიგნიაშვილი აი ამ ბრძოლით, ისევე როგორც უნდა ითქვას, რომ სანახაობითაც მართლაც საუკეთესო შოუ აჩვენა. ოჩახ გიორგი გიგნიაშვილს აჩვენა მან ხასიათი, მომზადება, აჩვენა გამძლეობა, აჩვენა ძალიან ინტენსიური ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ძალიან გამოადგება სამომავლოდ და უახლოეს პერიოდში უკვე გაცილებით მაღალ ეტაპზე გადავა გიორგი გიგნიაშვილიც. სასიხარულოა, რომ ქართულ კრევს ყავს კიდევ ერთი ნამდვილი ვარსკვლავი და ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს არის ქალი მოკრევე. ალბათ ყველას მიხვდით, ვიზეც არის საუბარი, თეონა ფიროსმანაშვილი. მართლაც ამომავალი კი არა, უკვე ამოსული ვარსკვლავია ქართულ პროფესიონალურ კრევში. მთელი საქართველო თეონა ფიროსმანაშვილზე საუბრობს და არც თუ უსაფუძვლოდ. მორიგი ბრძოლა ქართველმა მოკრევემ გამართა უზბეკი უგილშო დაულათოვას წინააღმდეგ და მორიგი გამარჯვებაც მოიპოვა. თეონა ფიროსმანაშვილს უკვე მოგებათა ძალიან გრძელი სერია დაუგროვდა, ბოლო 2 წელიწადია იგი არ დამარცხებულა. მოგეხსენებათ, ფიროსმანაშვილი 2025 წელსაც დასახელდა საუკეთესო ქართველ ქალ პროფესიონალ მოკრევედ და მე მგონი 2026 წელსაც იგივეს აპირებს, უფრო მეც თუ არა და ერთ-ერთი
თავისი მიზნებისკენ მიმავალ კიბეზე კიდევ ერთი საფეხურით დაწინაურდა სწორედ გუშინდელი ბრძოლის შემდეგ, როდესაც დაამარცხა უგილშოთ დავლათოვა, უზბეკი სპორტსმენი მეორე რაუნდში ნოკაუტით. უნდა ითქვას, რომ თეონა ფიროსმანაშვილის პროგრესიც თვალსაჩინო და აშკარაა, ბრძოლიდან ბრძოლამდე უმატებს, მისი შესრულება იხვეწება და დამოკიდებულია ყველაფერი მასზე, მას ძალიან დიდი მომავალი აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი შრომა, მისი თავდადება, მისი მონდომება, მისი ხარისხი აუცილებლად მოიტანს სასურველ შედეგს და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე საქართველოს ქალი ჩემპიონიც ეყოლება. მოგეხსენებათ, ქალთა კრივი მსოფლიოში არის აღმავლობის გზაზე, ყველაზე უფრო მოთხოვნადია და სასიხარულოა, რომ საქართველოს არ ჩამორჩება აი ამ კუთხით მთელ მსოფლიოს და მართლაც ერთ-ერთი ვარსკვლავი ქართულ კრივში დღესდღეობით სწორედ ქალი მოკრევია თეონა ფიროსმანაშვილის სახით. უნდა აღინიშნოს გულშემატკივრების ძალიან დიდი აქტიურობა, გულშემატკივრების ძალიან დიდი მონდომება და ბრძოლებზე დასწრება. შოუდან შოუმდე იმატებს გულშემატკივარი თბილისში გამართულ საკრივო ორთაბრძოლებზე და ეს ყველაფერი აისახება, რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებშიც ძალიან დიდი გამოხმაურებები აქვს ქართველ მოკრივეთა ორთაბრძოლებს და ეს ორმაგად და სამაგად სასიხარულოა. მე დარწმუნებული ვარ ქართული გულშემატკივრის მხარდაჭერით, ჩვენი მოკრივეების ძალიან დიდი მონდომებით, ასევე საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით და ძალიან დიდი მხარდაჭერით ქართული სპორტის მიმართ ზოგადად და კონკრეტულად კრივის მიმართ საქართველოს სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხვალ და ზეგ გაცილებით მეც შეძლებს ქართული პროფესიონალური კრივი. გადავიდეთ სხვა ორთაბრძოლებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე ყალიბდება რეგიონში საკრივო ჰაბად და სასიხარულოა, რომ კიდევ ერთი საერთაშორისო საქამრე ბრძოლა გაიმართა საქართველოში უცხოელი მოკრევების მონაწილეობით. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოკრევე ისრაელიდან იან ზაკი, ხოლო მის მოწინააღმდეგე გახლავთ ინდოელი სინგჰი, საკმაოდ გამოცდილი და კარგი მოკრევე, რაც შეეხება იან ზაკს, ტერმინატორი, როგორც მას უწოდებენ, ებრაელი მოკრევე არის ისრაელის ნომერ პირველი ვარსკვლავი და ნელ-ნელა ევროპულ და მთლიანად მსოფლიო კრივშიც ანგარიშის გასაწევ ძალად ყალიბდება. სწორედ იან ზაკმა მოიგო მსოფლიოს კრივის ფედერაციის ინტერნეიშნალ ჩემპიონის ქამრის ტიტული კრუიზერვეით წონით დივიზიონში. სასიხარულოა, რომ აი ესეთი დონის მოკრევეები იღებენ მონაწილეობას საქართველოში გამართულ ბრძოლებში, თბილისში გამართულ ბრძოლებში და ქართულ გულშემატკივარს უმაღლესი დონის კრივით ანებივრებენ. ახლა კი მეგობრებო, გადავიდეთ მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლებზე, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გამოცდილი და ახალგაზრდა მოკრევეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან. საკმაოდ კარგი ახალგაზრდა თაობა მოდის, დაინტერესება არის ძალიან დიდი, ძალიან ბევრ მოკრევეს და სპორტსმენს სურს ჩართვა შოუებში და მათგან გამორჩეულებს საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი აძლევს შანსს გამოაჩინონ საკუთარი თავი, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები რინგზე, აჩვენონ გულშემატკივარს თუ რა შეუძლია და გქონდეთ პერსპექტივა უკვე სამომავლო ბრძოლებში. ნიკა მთიულიშვილი, ახალგაზრდა დებიუტანტი მოკრევე გორიდან დაუპირისპირდა ოთარ ყეინაშვილს, ქარელელ მოკრევეს, საკმაოდ დაძაბული საინტერესო ბრძოლა წარიმართა. შეიძლება ითქვას, რომ ორივე მოკრევემ მართლაც არნახული შემართება აჩვენა, თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ მთიულიშვილს შეეძლო ამ ბრძოლაში გამარჯვება, თუმცა მისმა გამოუცდელობა და აი ბოლო მომენტში გატეხვამ გადაწყვიტა ამ ბრძოლის ბედი, ყოჩა ოთარ ყეინაშვილს, რომელიც პირიქით არ გატყდა, გაუძლო არაერთ უძლიერეს დარტყმას და ფაქტიურად წაგებული ბრძოლა მოატრიალა, აი ეს არის გადამწყვეტი კრივში, მთავარია არ დანებდნენ, მთავარია არ გატყდე და ნებისმიერ დროს შეგიძლია საშენოდ შემოატრიალო ბრძოლა კრივში. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ზოგადად სპორტში, ცხოვრებაში და მით უმეტეს კრივში, სადაც ყველა დარტყმამ, ყველა მომენტმა, თითოეულმა დეტალმა შეიძლება გადაწყვიტოს მატჩის ბედი. 61 კილოგრამ-წონით კატეგორიაში მართლაც შესანიშნავი ორთაბრძოლა ვიხილეთ დებიუტანტი მოკრევეების მონაწილეობით. რუსთაველი ლევან ჯოხაძე დაუპირისპირდა მარნეულელ რაგიმ მამედოვს. ბრძოლა იყო ინტენსიური, ძალიან სანახაობრივი, ძალიან საინტერესო და უნდა ითქვას, რომ რაგი მამედოვმა წარმოაჩინა ძალიან კარგად თავი. ეს მოკრევე არის ძალიან ტექნიკური, ძალიან ლამაზი კრივი აჩვენა, ერთხმად აღნიშნა ყველა კრივის სპეციალისტმა, რომ არ ელოდნენ აი ასეთ შესრულებას და მართლაც რაგი მამედოვს დავაკვირდეთ მეგობრებო, მარნეულელ მოკრევეს ძალიან დიდი მომავალი აქვს, ძალიან ლამაზად იბრძვის, მართლაც აი სუფთა საკრივო სილამაზე, რასაც ქვია, ეს ყველაფერი შემოგთავაზა რაგი მამედოვმა.
ძალიან საინტერესო ბრძოლაში დაამარცხა ახალგაზრდა ლევან ჯოხაძე, რაც შეეხება ლევან ჯოხაძეს, ისიც ძალიან კარგი მებრძოლია და დარწმუნებულია, რომ სამომავლო შოუებზე გაცილებით უფრო მომზადებული გამოვა, გაცილებით მეტ შეძლებს და უკეთეს შედეგებს დადებს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთის წინაშე წარდგნენ თამაზ ურუშაძე და გიორგი ოდიშელიძე. თამაზ ურუშაძე კრევის კლუბ გლებს წარმოადგენს, ყველასათვის კარგად ნაცნობი კრევის კლუბი თბილისში, რომელიც ვარკეთილშია. ამ შემთხვევაში ასევე კახეთში და მისი ხელმძღვანელი მიხეილ ბაკაშვილი გახლავთ. რაც შეეხება ოდიშელიძეს, ოდიშელიძე წარმოადგენდა ვერის ბაღის კრევის დარბაზს, მართლაც ქართული პროფესიონალური კრევის მექას. ოდიშელიძე მართლაც ახალგაზრდა 18 წლის მოკრევია, რომელმაც შესანიშნავი ბრძოლა აჩვენა. მართლაც დაიმსახურა მანაც როგორც გულშემატკივრების, ასევე სპეციალისტების ყურადღება და დარწმუნებული ვარ, აი ამ ბიჭის სახითაც ძალიან კარგი პროფესიონალი მოკრევე შეემატა ქართულ პროფესიონალური კრევის ოჯახს და სამომავლოდ დიდი წარმატებები ედის. 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვიხილეთ ბექა ჭინჭარაულისა და ვახტანგ ბეგაშვილის დაპირისპირება. საინტერესო დაიწყო ორთაბრძოლა, მართლაც იყო იქ გარკვეული საკამათო მომენტები ბეგაშვილის გუნდის მხრიდან, ისინი თვლიდნენ, რომ იდაყვის ჩართმით დასრულდა ორთაბრძოლა, თუმცა საჯმა სხვანაირად გადაწყვიტა და ვადაზე ადრე შეძლო ბექა ჭინჭარაულმა გამარჯვების მოპოვება. ჭინჭარაული წარმოადგენს გუდიანის გუნდს, ხოლო ბეგაშვილი კი ვერის ბაღის კრევის დარბაზიდან გახლავთ. 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გორელი თემურ ბურნაძე და დმანისელი ვახტანგ აფრასიძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სასიხარულოა, რომ კიდევ ერთი მხარე ჩაერთო ქართულ პროფესიონალურ კრევში და კიდევ ერთი კრევის კლუბი ვიხილეთ დმანისის კრევის კლუბის სახით პროფესიონალური კრევის რინგზე. საინტერესო იყო ვახტანგ აფრასიძის ასპარეზობაც, მით უმეტეს, რომ ვადაზე ადრე შეძლო გორელი თემურ ბურნაძის დამარცხება 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში. საინტერესო მოკრევეები არიან ორივე, მაღალი ისეთი საკრივო აღნაგობით და ვნახოთ სამომავლოდ რას შემოგთავაზებს უკვე ვახტანგ აფრასიძე. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით მუშკუდიანი გუდიანის გუნდიდან დაუპირისპირდა ახალგაზრდა დებიუტანტ ნიკოლოზ მაზმიშვილს გორიდან. ნიკოლოზ მაზმიშვილის მწვრთნელი გახლავთ ყველასაც კარგად ნაცნობი ვლადიმერ ჯანეზაშვილი. რაც შეეხება ამ ბრძოლას, მართლაც გაამართლა გულშემატკივრების იმედები. ძალიან კარგი ორთაბრძოლა აჩვენა. დავით მუშკუდიანი ერთ-ერთი გამორჩეულ მოკრევედ ყალიბდება პროფესიონალური კრევის რინგზე, რაც შეეხება მაზმიშვილს მართლაც გაუტეხელი სული აჩვენა. მეოთხე რაუნდის ბოლოს უძლიერესი დარტყმები ჰქონდა კვლავ შენარჩუნებული, ცოტა გამოუცდელობამ დააღალატა, თუმცა ვფიქრობ ორივე ეს მოკრევე სამომავლოდ დიდ შედეგებს დადებს, ბევრს მიაღწევს თუ გააგრძელებს შრომას. მინდა მიულოცო დავით მუშკუდიანს და მის გუნდს მორიგი წარმატება, ასევე წარმატებები მინდა უსურვო ნიკოლოზ მაზმიშვილს და მის მწვრთნელ ვლადიმერ ჯანეზაშვილს სამომავლოდ. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში უნდა შემდგარიყო ანზორ ჯავაშვილისა და ბექა ლომსაძის დაპირისპირება, თუმცა ექიმის არ დაშვების გამო ეს ბრძოლა არ შედგა, გარკვეული სამედიცინო პრობლემები შეექმნა ანზორ ჯავაშვილს უშუალოდ ბრძოლის წინ და სამომავლოდ იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ვიხილავთ რინგზე ამ მოკრევეთა დაპირისპირებასაც. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში გუდიანის გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი გიორგი კალანდია უტეხად წოდებული დაუპირისპირდა დებიუტანტ სერხან კურბანოვს. საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართა, სერხან კურბანოვიც დმანის წარმოადგენდა და საინტერესო ახალგაზრდა 18 წლის პერსპექტიული მოკრევეა, რაც შეეხება კალანდიას, ისიც ყალიბდება ერთ-ერთ ლიდერად თავის წონაში. გუდიანი ძალიან კარგად ამზადებს ლევან ციკლაური მას ორთაბრძოლებისთვის და ფაქტია, უკვე მეორე გამარჯვება ჩაიწერა კალანდიას აქტივში. სუპერ საშუალო წონაში ვიხილეთ კიდევ ერთი საინტერესო ბრძოლა, მარტვილიდან შემოგვიერთდა ლუკა კუხალაშვილი, მისი მწვრთნელი გახლავთ დათა წულაია, ხოლო მის წინააღმდეგ ხობელი ველოდი მიქელაია წარდგა. მიქელაიამ გასულ შოუზეც მიიღო მონაწილეობა, თუმცა აი ამ შოუზე უკვე აბსოლუტურად შეცვლილი მიქელაია ვიხილეთ, კიდევ უფრო მეტად დახვეწილი, კიდევ უფრო ჭკვიანად მებრძოლი და მის მეორე ორთაბრძოლაში ძალიან კარგად წარმართა მიქელაიამ დაპირისპირება და შეძლო ახალგაზრდა ლუკა კუხალაშვილის დამარცხება. ორივე ეს მოკრევე საკმაოდ კარგი მოკრევეა, ასევე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვებს და მინდა უსურვო ორივე მათგანს წარმატებები. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში გორელი ნიკა მიქელაძე დებიუტანტი მოკრევის გაგა კიკნაძის წინააღმდეგ წარდგა რინგზე. გაგა კიკნაძე წარმოადგენს ვერის ბაღის კრევის დარბაზს და უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ორთაბრძოლა აჩვენა.
შალ საკმაოდ შემართული გავიდა რინგზე კიკნაძე და ვადაზე ადრე შეძლო თავისი ბორელი ვიზავის დამარცხება. აქტიურობდა გულშემატკივარი კიკნაძის საქომაგო და დარწმუნებული ვარ გაგა კიკნაძეს ასევე საკმაოდ კარგი მომავალი აქვს ქართულ პროფესიონალურ კრივში, ისევე როგორც ველოდებით მის გულშემატკივრებს კიდევ უფრო მეც შემდეგ შოუებზე. საინტერესო დაპირისპირება წარიმართა 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთის წინაშე წარდნენ ქუთაისელი ნიკა ნოზაძე და თბილისელი დიმიტრი გულბანი. მართლაც გამორჩეული იყო ეს ბრძოლა, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ისევე დაპირისპირების ხარისხითაც. მართლაც აჩვენა, რომ დიმიტრი გულბანი ახალგაზრდა მოკრივეა, თუმცა ბევრი შეუძლია. საკმაო პაუზის მერე დაუბრუნდა გულბანი პროფესიონალური კრივის რინგს და მორიგი გამარჯვება მიითვალა, რაც შეეხება ნიკა ნოზაძეს, მას ყველა იცნობს ქართულ საბრძოლო ხელოვნებებში. მართლაც საინტერესო და გამორჩეული მებრძოლია, თუმცა ამჯერად ვერ შეძლო თბილისელი დიმიტრი გულბანის დამარცხება, თუმცა სამომავლოდ მინდა წარმატებები უსურვო ორივე მათგანს. 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ინტენსიური და საინტერესო ბრძოლა ვიხილეთ გუდიანის გუნდის წარმომადგენელი მამლუქი დავით კაზიევი წარდგა რინგზე დებიუტანტი რუსთაველი მოკრივის სეიმურ ნასიბოვის წინააღმდეგ. სეიმურ ნასიბოვი სამოყვარულო კრივში ყველა მიცის, ძალიან კარგი გამოცდილება აქვს, არის საქართველოს ჩემპიონატის არაერთგზის პრიზიორი, ნაკრების წევრი ყოფილი, რაც შეეხება დავით კაზიევს, მან ერთი ბრძოლა უკვე მოიგო პროფესიონალური კრივის რინგზე და აი ახლა კიდევ უფრო დახვეწილი წარდგა, კიდევ უფრო კარგი ბრძოლა აჩვენა, ძალიან მაღალი ინტენსივობა იყო აი ამ ბრძოლაში და ძალიან ღირსეულად გაიმარჯვა დავით კაზიევმა, მინდა უსურვო წარმატებები, ველოდებით მისგან შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. და კიდევ ერთი საინტერესო მოკრივე, რომელიც შეემატა საქართველოს პროფესიონალური კრივის რინგს, ეს არის გურჯაანელი ბეჟან სონღულაშვილი, 18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მართლაც შესანიშნავი ორთაბრძოლა აჩვენა გამოცდილი თორნიკე ციკლაურის წინააღმდეგ. აბსოლუტურად თავდაჯერებული გამოვიდა, კარგი ტექნიკური მოქმედებებით, ძლიერი დარტყმებით, ვადაზე ადრე გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა. მინდა მიულოცო ბეჟან სონღულაშვილის ეს გამარჯვება, მართლაც ვაკვირდებით მეც სპეციალისტების და ქართული კრივის კომაგიც აი ამ მოკრივეს და დარწმუნებული ვარ, რომ ბეჟან სონღულაშვილი ძალიან ბევრს შეძლებს, მართლაც გამორჩეულ მოკრივედ შეიძლება მივიჩნიოთ სონღულაშვილი, მით უმეტეს აქვს ასაკი, აქვს ისეთი წონითი კატეგორია, რომელიც ძალიან თვალსასეიროა, ძალიან საინტერესოა, აქვს ხასიათი, აჩვენა რინგზე ეს ყველაფერი თავისა დებიუტო ბრძოლაში და სამომავლოდ მე დარწმუნებული ვარ, კრივის უმაღლეს მწვერვალებსაც მიაღწევს. რაც შეეხება თორნიკე ციკლაურს, ამ გამოცდილი მოკრივეს საკმაოდ ემოციური ქონდა ფინიში აი ამ ბრძოლაზე, ბრძოლის მერე თორნიკე ციკლაურმა რინგზე დააწყო ხელთათმანები და გულშემატკივარს დაემშვიდობა. ნახოთ, ეს იყო ცხელგულზე მიღებული გადაწყვეტილება თუ თორნიკე ციკლაური მართლაც აპირებს კრივიდან წასვლას, ეს ყოველივე გამოჩნდება სამომავლო შოუებზე. მაშასე ძვირფასო კრივის კომაგებო, ეს იყო მიმოხილვა. მინდა გითხრათ, რომ ქართული კრივის შოუები გრძელდება საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი Boxing Group Promotion-თან ერთად. ძალიან დიდი მაღალი დონის ივენთებს გეგმავს წელს. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც ძალიან მრავლად მოდის შოუებზე, ესწრება, კომაგობს საკუთარ ჩეულებს და ველით თითოეულ მათგან სამომავლო ბრძოლებზეც ველით ქართული კრივის ყველა კომაგს. ჩვენ ერთად დავწერთ ქართული კრივის ახალ ისტორიას. ნახვამდის.